იარაღის შესაძლო გამოყენების საქმე სულ უფრო ხდება რეზონანსული და ბუნებრივია მას აქვს გამოხმაურებები მათ შორის შეერთებული შტატებიდან განცხადება რომელიც ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა სწორედ ამ საქმეს ეხმაურება სადაც სენატორები ამბობენ რომ ამით ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ემსგავსება რუსეთსა და ჩინეთს სწორედ ამ ორ ქვეყანას ამ ორ რეჟიმს არის შედარებული ქართული ოცნება რაც შეერთებული შტატების მხრიდან კიდევ ერთი დადასტურებაა რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას უკვე აღარ ხედავენ როგორც სანდო პარტნიორს და ამ წერილში სენატორები საუბრობენ რომ თუკი ეს ცნობები დადასტურდება ეს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია რაც შეეხება თავად ბრალდებებს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბუნებრივია ჯერ დადასტურებული არ არის ჰელსინკის კომისიის ეს განცხადება არის პოლიტიკური შეფასება რომელიც ასევე საჭიროებს და ზოგადად ეს დანაშაული საჭიროებს სანდო გადამოწმებას და სწორედ ამას ითხოვენ სენატორებიც რომ შეერთებულმა შტატებმა ადმინისტრაციამ გადაამოწმოს ეს ცნობები და დადასტურების შემთხვევაში დაასანქციროს კონკრეტული პასუხისმგებელი პირებიც. ამ საქმემ კიდევ ერთხელ გააჩინა მოთხოვნა, რომ მეგობარი აქტის მიღება დაჩქარდეს კონგრესში, გამომდინარე იქიდან, რომ მეგობარი აქტი კონკრეტული პირების დასანქცირებას მოითხოვს და ჰელსინკის კომისიამ მოუწოდებს კონგრესში კოლეგებს, რომ ამ აქტის მიღებაში მათ მიიღონ მონაწილეობა. ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ გასულ წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა ღრმად შემაშფოთებელია. ამ ქიმიურმა თავდასხმებამ სხვერპს დამწრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულება მიაყენა. ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა შესახებ იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა შესრულებას საქართველოს ხელისუფლებას ევალება. ასეთი ქცევა ქართულ ოცნებას რუსეთსა და ჩინეთის კორუმპირებულ მმართველებთან ალიანსში აყენებს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფერზე დაიხევენ უკან. მოუწოდებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს გადაამოწმონ ცნობები და დაუწესონ შესაბამისი სანქციები პასუხისმგებელ პირებს. ამავდროულად კვლავ მოუწოდებ კოლეგებს კონგრესში მიიღონ მეგობარი აქტი, ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით საშუალებას მისცემს მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ახლა ქვეყნის გარეთ პარტნიორები და ქვეყნის შიგნით ამ პროცესზე დამკვირვებელი ან ჩართული ყველაფერი ითხოვს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს თუ რა ნივთიერება გამოიყენა ქართულმა ოცნებამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შარშან საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად ერთადერთი რაც ვიცით უпростоრად ორი რამ ვიცით ქართული ოცნება და მისი ლიდერი კობახიძე ადასტურებს რომ ამ ნივთიერებაში წყალში იყო გარეული ქიმიური ნივთიერება და ასევე ამბობს რომ კამიტე გავრცელებული აკრძალული ნივთიერება გამოყენებული არ იყო თუმცა რა იყო ამაზე კითხვები დიდი ხანია უკვე არსებობს. ჯერ კიდევ 1 წლის წინ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პასუხებს. ერთი მხრივ 6 დეკემბერს 2024 წლის, შემდგომ 25 თებერვალს და ითხოვდა პასუხებს თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, რა მოცულობის, რა ზიანი ჰქონდა მას ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მას 2024 წლის ანგარიშის მიხედვით პასუხი არ მიუღია. ჩვენ ომბუდსმენის აპარატში დავრეკეთ, გადაგვემოწმებინა ინფორმაცია, მას შემდგომ ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია, ან მიიღეს თუ არა დამატებითი ინფორმაცია, თუმცა ლევან იოსელიანის მოადგილე გვეუბნება, რომ ამის შესახებ მათ შესაძლებლად ამ დრომდე არაფერი ინფორმაცია არ მიუღიათ. სამწუხაროდ არ მიგვიღია დამატებითი ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ჩვენ ვსწავლობდით აი საპროტესტო აქციაზე დაკავების უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებში და ამ შესწავლის ფარგლებში მივმართეთ სწორედ შესაძლოა თხოვდით კონკრეტულად რა სახის სპეციალური საშუალებები გამოიყენეს ამაზე ინფორმაციას. ასევე თხოვდით ინფორმაციას იყო თუ არა გამოყენებული რაიმე სახის ქიმიური ნივთიერება, თუმცა და რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ამ ნივთიერებების ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ სამწუხაროდ ამ ეტაპამდე ინფორმაცია არ მიგვიღია. და მე ვთქვით, რომ გამოძიების პრობლემებში უნდა იყოს ეს საკითხი შესწავლილი. ქართულმა ოცნებამ გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამაზე საუბარი დაიწყო და გამოძიება ჩაატარა ტელეკომპანია BBC, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ერთის მხრივ სახალხო დამცველი, მეორეს მხრივ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედია სვამდა კითხვებს თუ რა იყო შარშან გამოყენებული. ახლა ქართული ოცნება ამბობს, რომ ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და შესაბამისად კონკრეტული პასუხები ოცნების დეპუტატებსაც არ აქვთ. მთელი პასუხისმგებლობა ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზეა. რაც შეეხება საერთაშორისო
მართლმსაჯულებას, ესეც არის საინტერესო, თუ კი პირველად ქართული ოცნება ამბობდა, რომ ამ ხერხს გამოიყენებდა და საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ახლა მას ხედავს როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობას და ახლა ამბობს, რომ ჯერ ბრიტანეთის მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რა გაავრცელა ტელეკომპანია BBC-მ და შემდგომ თუ კი საჭიროდ ჩათვლიან საერთაშორისო სასამართლოსაც მიმართავენ, თუმცა ეს როგორც ჩანს აუცილებლად შესასრულებელ გეგმაში ქართულ ოცნებას აღარ აქვს. ამ ფეიკის პოპულარიზაციით ახართ დაკავებული. თქვენი მიზანი არის, რომ რამენაირად საქართველოს წინააღმდეგ შავი პიარის გავრცელება შეუწყოთ ხელი. საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ოფიციალურ შესყიდვებს. გამორიცხული არის, რომ ოფიციალური შესყიდვების დროს რაიმე ისეთი ნივთიერების შესყიდვა მოხდეს, რაც არის აკრძალული. დაელოდეთ გამოძიებას, ყველა დეტალი დაზუსტდება, მათ შორის BBC-სთან მიმართებაში. მაშინ რა იყო შერეული წყლის ჭაოში? გამოძიება, გეტყვით, მე არა ვარ ქიმიკოსი და მაგდარგი სპეციალისტი. საერთოდ ხალხს რით იწამლავდა ქართული ოცნება აქ? ნივთიერებებს იყენებთ, როცა წამლავთ ხალხს ინფორმაციით. ჩვენ გვაინტერესებს რა ნივთიერებები გამოიყენა ქართულმა ოცნებამ წყლის ჭაოში. კონსულოვი პასუხი გაეცა, გამოძიება მიდის. რაც შეეხება ახლა ვიღაცის ჭორაობაზე და ვიღაცის რაღაცა ნაბუდვარზე, ამხელა სამოუწყებლო კორპორაციის აი ამ სიყალბის აგებას არის აბსოლუტურად შეურაცხყოფელი და კონკრეტული დანაშაული. ობახიძეც არ გამორიცხავს. გითხარით უკვე ახლა. ობახიძეც არ გამორიცხავს, არ შეიძლება არამე გამოიყენოს ისეთი ნივთიერება. დაამშვიდით ხალხური წეს ხო გაგცემ პასუხს, ხო გითხარით? ხო აბა ჩახუნაშვილის ლაპარაკი ნაბუდვარი არ არის? ვისთან დაგვიხევიო, რომ ახლა დავიხიოთ, უკან მითხარ. მიმართავენ მარეგულირებელს, თუ იმ მექანიზმის, რომელიც BBC-ის სამაგალითო მექანიზმებია, შიდა რეგულაციის და გარე რეგულაციის, იცით თქვენ იქ დასტურდება რომ BBC მოიტყვა და როგორც ტრამპის შემთხვევაში მოიხდიან ბოდიშ ვიღაცა გადადგება ან ვიღაცას თავად მოხსნიან, ეს იქნება ერთი ეტაპი. სასამართლოზე სწრაფად შეიძლება დავადგინოთ ჩვენ BBC-მ იცრუა თუ არ იცრუა. ქართული ოცნება ამბობს, რომ შარშან წყალთან ერთად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შემადგენლობას და მის რაობას გავიგებთ მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ, თუმცა ფაქტი არის ასევე ის, რომ გამოძიება ახლა მხოლოდ BBC-ის რესპონდენტებით ინტერესდება და უფლებამოსილების გადამეტების მუხლის მიმართულებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩვენ არ ვიცით, რომელი უფლებამოსილი პირი გამოკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ასევე ირაკლი კობახიძე ვერ პასუხობდა კითხვაზე, იქნება თუ არა გამოძიების სამიზნე ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელმაც თავდაპირველ კომენტარში დაადასტურა, რომ ნივთიერებები, რომელზეც BBC საუბრობს, შესყიდული სახელმწიფოს ნამდვილად ჰქონდა, თუმცა 2009 წელს.